მოგესალმებით, მეგობრებო. ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რა შედის პირად რუკაში, როგორ მუშაობ მე პირად რუკაზე, მაგალითად, რა კონსულტაცია მაქვს და ზოგადად როგორ უყურებ ასტროლოგიას, როგორ შეგვიძლია ვიმუშაოთ პირადი რუკით ჩვენს ფსიქოლოგიურ პატერნებზე, მაგალითად, როგორ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება. ჩემი გადასახადს მოგიყვებით, ახლა 15 წელია დაახლოებით ასტროფსიქოლოგიაში ვარ, ეზოთერულ ასტროლოგიაში. ჩემი მთავარი განხრა, რო აგეხსნათ, ეს არის კარმული ასტროლოგია, მთავარი ჩემი მიმართულება, კვლევა და მთელი мотиваცია ჩემი რატომაც ასტროლოგიაში ვიყავი, ეს იყო კარმული ანალიზი. ეზოთერული ასტროლოგია, მოდით ესე ვთქვათ, ხო, კარმულ ეზოთერული ასტროლოგია, ის რაც დაფარული არის, ის რაც ძალიან ღრმა არის. რა მაგალითად სულის რა გზა არის განვლილი, ხო, რაც რუკაში ჩანს ხოლმე და ამას ვიკვლევდი ძალიან საფუძვლიანად. ეს არ იყო მხოლოდ პირადი რუკის გამოყენებით კვლევა, უამრავი წიგნი წავიკითხე ინკარნაციებზე, რეინკარნაციებზე მაგალითად, იქ სულიერ სხვადასხვა პრაქტიკებში ძალიან ბევრი გამოცდილება მივიღე, რეგრესული ჰიპნოზი იქნებოდა ეს თუ უბრალოდ ეზოთერული სხვადასხვა ლიტერატურები. და აქ დამჭირდა ზოგადი ფილოსოფიურ რელიგიური საკითხების შესწავლაც, იმიტომ რომ ზოგად სამყაროსეულ კანონებთან თუ არ შემოდიხარ შესაბამისობაში, იქ არის უკვე კარმული პრობლემები, ხო, ეზოთერული სპერო ამას იცახის. ამიტომ ძალიან დიდი გზა დამჭირდა ამ წლების განმავლობაში გამევლო, რომ დამენახა მართლა რეალურად როგორ მუშაობს კარმული ასპექტები. უამრავ ჩემს კლიენტებთან ჰიპნოთერაპიასაც დავესწარი, ვიკვლევდი რამდენიმე წელი ამ მიმართულებას, რამდენად ემთხვეოდა პირადი რუკა, მაგალითად იქ ჰიპნოთერაპიის პატერნებს, მოდით ესე ვთქვათ, არქეტიპულ ფსიქიკაში რა არქეტიპები ამოდიოდნენ, ხო, რაღაც ის კარმულ ასპექტებთან, ხო, და ასევე საკუთარ თავთან ძალიან ბევრი ვიკვლია ამ მიმართულებით, მაგალითად და იქ ფსიქოთერაპიულადაც, გეშტალტ თერაპიულადაც ძალიან ბევრი წელი პრაქტიკებში ვიყავი, მაგალითად თერაპიულ პრაქტიკებში და ეს ყველანაირად მივდიოდი უფრო როგორც კარმული გზით, ასევე ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური გზით, როგორც ოჯახური გარემოებები, ოჯახური პატერნები, ეს ყველაფერი ერთიანობაში სისტემაში როგორ მუშაობს. და აქედან გამომდინარე, როცა ვამბობ ხოლმე რომ კარმული ასტროლოგიის განხრა ერთ-ერთი ჩემი დომინანტური განხრა არის, ისე ვთქვათ, ხო? მე ამაში ძალიან ბევრი წელი ვიკვლევდი და ძალიან ბევრი ვიდეოც მაქვს ამ ჩემ კვლევებზე დადებული. 760 ვიდეო მაქვს, მე მგონი, უკვე დაგროვილი და შეგიძლიათ ახლა ვინც არ ხართ გარკვეული მეჯომეც ამ თემებში, მაქვს უამრავი ვიდეო ამ მიმართულებით. და ჩემი ახსნები ყოველთვის რაც ძალიან ისეთი ან ფატალურად, ან მძიმედ, ან ტრაუმულად არის ადამიანის ცხოვრებაში, აუცილებლად უნდა განვიხილო ხოლმე პირად რუკაში კარმული ანალიზი. წინა ცხოვრებები, სულის ისტორია, ესე ვამბობ. ფსიქოლოგია ამას ამბობს როგორც არქეტიპები, ოჯახური გზავნილებიდან. ამ კუთხითაც უყურებ, რა თქმა უნდა, და ისიც ნამდვილად ჩანს და ორივე მხრივ შემიძლია ხოლმე, ორივე მხრივ უყურებ, ესე რომ ვთქვათ. ფსიქოლოგიური ასტროლოგია ის ჩემთვის ბოლო წლები განსაკუთრებით უკვე ამ მიმართულებითაც წავედი, იმიტომ რომ გასაგები არის, რომ კარმული ასპექტები ძალიან მნიშვნელოვანია ღრმა ტრამვებზე, როგორ უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ფსიქოლოგიამ შემძინა ასევე როგორ ვიმუშაო პირად რუკასთან ადამიანის, მოდი ესე ვთქვათ, ადამიანმა როგორ უნდა გააცნობიეროს ეს რუკა, როგორ შეცვალოს რაღაცები, ხო, თავის ქვეცნობიერში, როგორ შეხვდეს იმ ენერგიებს, რაც რუკაში ჩანს, იმიტომ რომ ასევე მოდიან ხოლმე ჩემთან მათემატიკურ ფორმულასაც რო უყურებენ რუკას, რა ჩანს აქ, რომ მე შევისწავლე ჩემი თავი, ოღონდ აქ არის ანკოგნიტურ სფეროში, მთლიანად ანალიტიკაში და სხეული აქვს საერთოდ გამოთიშული ხოლმე ამ პროცესიდან და სხეულს და აზროვნებას თუ ვერ ვაერთებთ, აბსოლუტურად წრეზე ვტრიალებთ, როგორც ციყვი თავის ბორბალში, ესე რომ ვთქვათ. ბურთში და ეს გაუთავებელი ძიებას ემსგავსება ხოლმე, ეს არის წრეზე ტრიალი, რო გგონია რომ სადღაც წინ მივდივართ. ამიტომ ფსიქოლოგიის შესწავლა და ფსიქოლოგიაში წასვლა ჩემთვის მთავარი ინსტრუმენტი იყო, რომ ვცოდნოდა როგორ ვიმუშაოთ სხეულზე და ემოციაზე, ანუ შინაგან ქვეცნობიერზე. და ცნობიერზე ერთდროულად, იმიტომ რომ ხანდახან თუ ერთი არის გათიშული, მეორე არის ჩართული და ამათში სინქრონი არ ხდება. ასტროლოგია უბრალოდ რაღაც ნევროტულ შფოთვას ემსგავსება ხოლმე და ხშირად არის ამ ნევროტულ შფოთვაში და
ხან ასტროლოგიაში ეძებენ ხოლმე გამოსავალს, ხან სხვადასხვა პრაქტიკებში, მაგრამ ეს ფოთვა მაინც მუდმივ წრეზე სიარულს გავს ხოლმე და მიზნამდე ვერ მივდივართ, ხო? და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ასტროფსიქოლოგიის სინთეზით ადამიანზე მუშაობა პირადი რუკით. ზოგჯერ ერთ სეანსში ძალიან დიდი ძრა არის ხოლმე ადამიანში, როდესაც ხმოდიან პირად რუკაზე, თუ არის იქ ძალიან ღრმა პრობლემები, 2 სეანსი, 3 სეანსი მაქსიმუმ ხოლმე და უკვე ადამიანმა იცის რა გააკეთოს და უკვე რა მიმართულებით წავიდეს, იმიტომ რომ პირადი რუკა გააძლევს უდიდეს ინფორმაციას, რაც შეიძლება მაგალითად თერაპიებში დავკარგოთ წლები, 1-2 სეანსში შეგვიძლია ეს ძალიან ღრმად გავიაროთ, რა თქმა უნდა, ხა ადამიანსაც გააჩნია რამდენად არის შინაგანი მზაობა, შინაგანი გახსნილობა და რამდენად არ არის ნევროტულ შფოთვაში, ხო? და შეიძლება ეს რა თქმა უნდა ჩვენ ზემოქმედებას არავის არ ვახდენთ ხოლმე, მნიშვნელოვანი არის იყოს იმ მომენტში უკვე მოსული ადამიანი, როდესაც არის ამ ცვლილებებისთვის მზაობა. ასტროლოგიური პირადი რუკით შეგვიძლია ამავე დროს კოგნიტური ბიჰევიორიზმი ძალიან მიყვარს, როდესაც შეგვიძლია ქცევაზე ორიენტირებული თერაპიული ჩანაცვლებაც ამავე დროს მოვახდინოთ, ხელზე ორიენტირებული თერაპია. პირად რუკაში ძალიან კარგად ჩანს, რა რეალური ქმედებები არის საჭირო, ვთქვათ, შინაგანთან ერთად, არა მხოლოდ შინაგანი, არამედ კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმა ჭირდება ადამიანს, რომ გამოვიდეს სხვადასხვა კრიზისიდან, სხვადასხვა პრობლემებიდან. და შესაბამისად მე უკვე შეგვიძლია დავგეგმოთ რა აქვს გასაკეთებელი, ეს არის გარე ფაქტორებიდან, მაგალითად ფიზიკურად რაღაცა აქვს გასაკეთებელი, ზოგმა შეიძლება ის სულ მარტივად უბრალოდ დაგეგმოს თავისი რეჟიმი, დაგეგმოს თავისი დღე და ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება უკვე გაირკვეს და დაულაგდეს და შემდეგ ახალი ნაბიჯისთვის მზაობა გაჩნდეს. ზოგმა უბრალოდ შეიძლება ვარჯიში უნდა დაიწყოს, რომელიც ყველასთვის კარგი არის, მაგრამ იქ ხსნით რა პროცესები შეიძლება ამისთვის იყოს, რა არის აქ მინიშნება ამისთვის, მაგალითად ძალიან მარტივად რო გითხრათ ახლა, ზოგისთვის არის უბრალოდ თვითრეფლექსია საჭირო, რომ უბრალოდ დაიწყოს კონტაქტი, აი ხა თუ შფოთვა მაქვს, ეს რისგან გავდივარ და ეს შეიძლება შეხვდეს იმ ცხოვრებას, რომლისგანაც გარბის და ამ დროს ძალიან მტკივნეული იყოს ეს შეხვედრა. შესაბამისად პირად რუკაზე მუშაობა ეს არ არის მარტივი იმ კუთხით, რომ ჩვენ გჭირდება რეალური პასუხისმგებლობის აღება საკუთარ ცხოვრებაზე, გაცნობიერება არიან ახლა ისეთები, რომელიც უბრალოდ აინტერესებთ პირად რუკაში რა ხდება, რა პოტენციალი აქვს, უბრალოდ თავის უფრო ახლოს გაცნობა რუკიდან გამომდინარე, ხომ? ესეც შვენივრად შეიძლება პირად რუკას გამოყენება ამ მიმართულებით, მაგრამ შესაძ შინაგანად კრიზისია, როცა არ ვიცით გზა საით არის, ხო, მაგალითად და ვერ ვაგვარებთ პრობლემებს, ან რაღაც არის ჩვენში, რომელიც ვერ გავხსენით, ვერ გავიგეთ ბოლომდე და აი რაღაცნაირად გარე სურათიდან გჭირდება და ნახვა, აი ამაში მე პირადად ყველაზე მეტად ასტროლოგია დამეხმარა, ვიდრე მაგალითად აი ასტროლოგიის შემდგომ უკვე ფსიქოთერაპია იქნება, სხვა პრაქტიკები იქნება, უკვე ძალიან კარგად მუშაობს, მაგრამ მანამდე თავარი შეხვედრა საკუთარ ჩრდილთან, იქ სატურნთან, იქ იუპიტერთან, იმ ბავშვობასთან, რაც მთლიანად მთელი სფეროები ჩანს. პირად რუკაში ყველა სფერო ჩანს, შეგვიძლია მთლიანად დავინახოთ ადამიანის ენერგეტიკული ველი, ადამიანის აზროვნება, გრძნობები, იღბალი, მაგალითად, მთელი პოტენციალი ჩანს ადამიანის რუკაში და იქ ვაკეთებ ხოლმე ანალიზს, სად არის გამოკვეთილი მთავარი პრობლემა, იმიტომ რომ რუკა გვაჩვენებს რომ შეიძლება ყველაფერი კარგად იყოს, მაგრამ აი კონკრეტული რაღაც ერთი მონაკვეთი არის საკმაოდ პრობლემური და ვიწყებთ ხოლმე ამ პრობლემურ თემის გახსნას, გაშიფრვას. აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად ერთი სეანსი ახლა რომელიც მაქვს დაახლოებით საათნახევარი, 2 საათი გრძელდება ხოლმე ჩვენი შეხვედრა. ხონდ იმდენად ინტენსიური და იმდენად სიღრმისეული არის ეს ინდივიდუალური სესია. რომ და თან ჩანაწერსაც ვაკეთებთ და მე ხლა რატო ვლაპარაკობ პლუს სხვა არიან ხოლმე მაგალითად ასტროლოგიით დაინტერესებულები, ან უნდათ მომავალში ასტროლოგიაში შევიდნენ, გარკვეულწილად რეკომენდაციაც იქნება ჩემი ამ კუთხით იმუშაონ უფრო, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ჩავლებრივ ასტროლოგიაშიც ვიყავი მაგალითად, ხო, მაგრამ აი ეს ფსიქოლოგიის ცოდნა,
სხვა პრაქტიკების ცოდნა, იქ სხვათაშორის იქნებოდა ეს სხეულზე ორიენტირებული თერაპია, ენერგეტიკული ბლოკების აღმოჩენა, გახსნა მაგალითად, უამრავი სხვა პრაქტიკა დამეხმარა, რომ ასტროლოგია უფრო ჩამერთო აი ამ პრაქტიკებში და რეალური შედეგიზე გავსულიყავით, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ყოველდღე მაქვს კონსულტაციები და ძალიან ხშირად არის ხოლმე აი ამოსუნთქვასავით აი კონსულტაციის შემდეგ, რომ აი ამოდის რაღაცა ესეთი რომ აი კვანძი რო გაიხსნება, რასაც ქვია და გზა რო გამოჩნდება, იმედი რო გამოჩნდება. ჩემი მიზანიც არის კონსულტაციის, რომ უფრო ადამიანმა თავის ნამდვილ მესთან შეხვედრა მოახდინოს, არა ნეგატიურთან, არა ჩრდილთან, არამედ ნათელთან და ამ ჩრდილს რო ხვდებით, ჩვენ და შევხვდეთ უკვე ნათელი ენერგიით, უნდა სიმყარით შევხვდეთ და თუ არ გაიღვიძა ადამიანმა ამ ნათელმა და თუ არ დაინახა ეს ნათელი, ხო, ძალიან გაუჭირდება ძალიან ბევრი პრობლემის დაძლევა და ჩემი მთავარი мотиваცია ეს არის ხოლმე, რომ ადამიანმა გაიხსენოს საიდან მოდის, რა ძალა აქვს, რა სულიერი იმპულსი აქვს, როგორ უდგანან გვერდში მაგალითად იქ ნათელ ძალებს რო ვეძახით, რომელი ფორმიდან უდგანან გვერდში. ეს არის ჩემთვის ხოლმე კონსულტაცია უფრო ემსახურება, რომ აი გამოღვიძებასავით, რომ აი რაღაცნაირად გავიღვიძოთ, რაღაცნაირად დაუბრუნდეთ იმ ნამდვილ სულიერ შინაგან იმპულსს, რომელიც სადღაც ოდესღაც დავიწყებული იქნა სხვა ტრამვებით, სხვადასხვა არასწორი პატერნებით და ხედვებით მაგალითად. და ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო პროცესი არის ხოლმე, რაც არ უნდა იქ ცოტა რთული იყოს, ზოგჯერ ძიმე ემოციები არის, ზოგჯერ მტკივნეული ემოციებიც არის ხოლმე კლიენტებისგან მაგალითად და მეც მანდ ვარ ჩართული მთლიანად ემოციურად. ძალიან დიდი რესურსი მიმდის ხოლმე თითოეულ კონსულტაციაში. იმიტომ ზუსტად რომ შენ ფაქტობრივად უნდა ჩაყვე ადამიანს ყველანაირ ხმულში სადაც უნდა წავიდეს და იქიდან ამოხვიდეთ ერთად უკვე ძლიერები, ნათელი, გაძლიერებულები და უფრო ხნეთ. ეს არის რეალურად ტრანსფორმაციის პროცესი ხოლმე, როდესაც ენერგეტიკულ დონეზე ვიცვლებით. არა მარტო კლიენტები უბრალოდ, არამედ მეც ისეთი მუდმივი აღდგომა მაქვს ხოლმე რაღაცნაირად აი ამ სესიების დროს და უფრო ღრმა თერაპიული განხრა არის ჩემი პირად რუკაში, უფრო თერაპიულად მუშაობ, მე არ უყვები როგორც ისტორიას რუკას, რომ აი ეს ვენერა აქ არის ამ სახლში, ეს მოგიტანთ ამას, ეს არ არის ჩემი არის კარმული ასტროლოგია, ეზოთერული და ფსიქოლოგიური ასტროლოგია, თერაპიულად მუშაობა, როგორც თეორიულად ხსნი, რა თქმა უნდა, იქ ასპექტებსაც, რომ ეს ასპექტი ჩანს და მოდი აბა რა ხდება ახლა შენთან, აი აქ ეს ტრაუმა ჩანს და მოდი შევხვდეთ ახლა ამ ტრაუმას მაგალითად. ან შევხვდეთ ამ პოზიტივს, აი აქ ჩანს, რომ შენ სიხარული გაქვს, შენ სიყვარული გაქვს და მიყვები აბა ამ ნათელ ენერგიას, ხომ, იქ პოზიტიურ ასპექტებს გულისხმობ. და ამავე დროს მთლიანად კომბინაციებში შეგვიძლია ადამიანის, აი ესე დავინახოთ მთელი პოტენციალი, სულის ენერგია დავინახოთ, ზოგს უთქვამს, რომ აი მე მთლიანად დამინახე, მე კი არა ასტროლოგია ხედავს, ძალიან უბრალოდ წაკითხა უნდა ვიცოდეთ კარგად ამ რუკის. სხვათაშორის მაქვს ასტროლოგიური სკოლაც, წელიწადში ორჯერ იმართება ხოლმე, ეს ერთი ორთვიანი კურსი, ახლა მარტშიც მექნება და უფრო ამ მიმართულებით ასტროფსიქოლოგიას ვასწავლი და არა უბრალოდ შაბლონურ ასტროლოგიას. თვითონ ჯგუფურ ეხლაც მიმდინარეობს ეს კურსი და ჯგუფშიც ფაქტობრივად პირადი რუკებით, რასაც თეორიაში გავდივართ, ავტომატურად, თერაპიულადაც გავდივართ, რომ თვითონ ვინც სწავლობს ასტროლოგიას, იცოდნენ ის სისტემა, რომელიც სხვა შემთხვევით მე მივყევი, ესე ვთქვათ, ანუ თვითონ კონსულტაციებში წლების განმავლობაში ჩამომიყალიბდა ეს მიდგომა, თერაპიული მიდგომა და ვერ ვიტყვი რომ ეს გეშტალტ თერაპიული მიდგომა მაქვს ასტროლოგიაში, უფრო სხვა ტექნიკებსაც ვიყენებ მან
თუმცა მნიშვნელოვანი ის არის, რომ უნდა ვუსმინოთ ხოლმე ადამიანს, უნდა ჩანდეს სად არის ადამიანი და აი ამას სწავლის პროცესში ძალიან კარგად გავდივართ და ძალიან კარგად შეგვიძლია შევხვდეთ იქ მარსის ენერგიას, იქ იუპიტერის ენერგიას, იქ მშობლების ტრამვებს შევხვდეთ, მაგალითად, რომელიც ჩვენში ისევ ცხოვრობს და ეს ცოცხლად თუ არ გადმოვიტანეთ რეალურ ცხოვრებაში, ხო, უბრალოდ ინფორმაცია არაფრის მომცემი არ არის, ესე შეგვიძლია მოусმინოთ და აი ისევ ნევროტულ შფოთვაში ჩავრჩეთ, რომ ვერაფერი ვერ გავიგოთ. ანუ გონების გაგების ზანზე გავიგოთ, დამარჩა. შიგნით არ ჩავიდეს ეს, ხო? და ეს ჩემთვის არის ძალიან ესეთი მიდგომა, იცით, აი ახლებური, განსხვავებული, ხო, ვინც კი მოდის ხოლმე, ყველა მეუბნება ხოლმე, რომ ეს აბსოლუტურად სხვა არის, საერთოდ სხვა რამეს ველოდი და სულ სხვა რაღაცა გავიარეთ ახლა. არის ხოლმე იმხელა თბილი კომენტარებიც მე რომ წერენ ხოლმე და ძალიან საყვარელი ხალხი მოდის ჩემთან, აი რაღაცა საყვარო მიგზავნის თქო საუკეთესო ადამიანებს, თქო ესე ვფიქრობ ხოლმე გულში. და აი ამ პრაქტიკით მინდა ხოლმე რომ ესეც გავაზიარო, სწავლის პროცესშიც გავაზიარო, ხო, ვისაც სერიოზულად უნდა ასტროლოგიას გაყვნენ მაგალითად. გადავცე ის, რაც წლების 15 წლის განმავლობაში დამიგროვდა ცოდნა გამოცდილება, იქ თერაპიულადაც ფსიქოთერაპიაში დამიგროვდა გამოცდილება და ეს მინდა ხოლმე გავაზიარო, იმიტომ რომ მე მგონია, რომ თანამედროვე ასტროლოგია აღარ არის უბრალოდ კონსულტაცია ეს გველის ის გველის, აქ წარმატება გაქვს, აქ არ გაქვს წარმატება. გაცილებით მაღალ ხარისხში შეგვიძლია ჩვენ გამოვიყენოთ ასტროლოგია და განსაკუთრებულად ჩვენ შეგვიძლია ადამიანის სულში შევიდეთ და იქ სერიოზული ცვლილებები დავატრიალოთ. ჯერ საკუთარ თავს უნდა გავუკეთოთ, ოღონდ რა თქმა უნდა, საკუთარ ტყავზე უნდა გავიაროთ ეს ცვლილებები, თორე ჩვენ ვერ ვიქნებით ავთენტურები და ნამდვილები. ყველაზე მთავარი ადრეც მქონდა ვიდეო პროფესიასთან დაკავშირებით, როცა აი მოდიან ჩემთან და აი რომელ სფეროში წავიდე და რეალურად როცა მეუბნება ადამიანი რომ არ ვიცი რა გავაკეთო და მირჩიეთ. აქ ეგრევე თერაპიულად ვიწყებ მიდგომას, აი ეგ სულიდან ამოგვაქვს, რასაც ქვია, ის დაბლოკილი შინაგანი ხედვები, რას მალავს თერაპიულად, რომ ვდგებით ხოლმე, რას მალავს ფსიქიკა, თორე არ არსებობს სული, რომელსაც არ იცის რა უნდა, ხომ? აქ არის რაღაც შიდა უამრავი ბლოკები, მე რაც არ უნდა უთხრა აქ წადი, თუ ეს ადამიანი წავა ისე რომ შინაგანი სხეული მას არ გაყვება, იქ არ იქნება წარმატებული. ეს არის. წარმატებული ხდება ის ადამიანი, ვინც გრძნობს ბოლომდე, რას აკეთებს, უყვარს, ჯერა ამ ყველაფრის, იმ გზის ჯერა, რასაც აკეთებს და კეთილსინდისიერად აკეთებს, ხო? სხეული და სული ერთად არის, ხო? აი მაშინ აქვთ ხოლმე მართლა რეალური წარმატება. ენერგია მაშინ იწყებს ცირკულირებას. გონებას და აზრებს არ აქვს იმხელა ენერგია, რამდენად შიდა შეთანხმებას აქვს ენერგია. ამიტომ თუ შინაგანად არ არის უწრფელი ადამიანი და უბრალოდ ინფორმაციულად ჩაიყარა და ამას აზიარებს, იმიტომ რომ საქმე არის ჩვეულებრივად მისთვის, ხო? ის არ არის იმ ტრანსფორმაციის მატარებელი, რაც შეუძლია რეალურად ამ სფეროს. ამიტომ არის ჩემი მიზანი, რომ თუნდაც ვინც სწავლობს ჩემთან, ცოტა თერაპიულადაც შეეხონ ამ რუკას, გაიარონ, ახლა ინდივიდუალურადაც იყვნენ თითქმის უმეტესობა ჩემთან მოსული, ვინც ჩემთან სწავლობს ხოლმე და ეს პროცესი აქვთ ნანახი, ეს ჩემი კონსულტაციის ხედვა და ფორმა იციან და თავის ტყავზე თუ გამოცდიან, მერე უკვე ხდებიან ავთენტურები და მერე სხვის ტრანსფორმაციასაც უწყობენ ხელს. საერთოდ ნებისმიერ პროფესიაში ეს არის, რომ ჩვენ თავზე უნდა გავიაროთ, უნდა ვიყოთ ავთენტურები, როცა ტყივილზე ვლაპარაკობთ, ეს ტყივილი განცდილი უნდა გქონდეს, როცა სიხარულზე ვლაპარაკობთ, ეს სიხარული სულში უნდა იყოს, როცა თითრწყენას ელაპარაკოთ, ეს რწყენა ნამდვილად შიგნით უნდა იყოს. აი ხოდასი არის, შესაც ნამდვილები უნდა ვიყოთ, ნატურალურები, ბუნებრივები უნდა ვიყოთ, ხო, ყველაფერს რასაც ვაკეთებთ, იქ უნდა ვიყოთ ბუნებრივები და მაშინ ვახდენთ მოქმედებას გარემოც. სხვანაირად არ გამოდის. ახლა რამდენი ადამიანისთვის მიყურებია, მეც მივსულ ვარ თერაპიულად, მაგალითად სხვა კონსულტაციებზე და ეგრევე ტყობოდა ხოლმე ადამიანი ავთენტური იყო თუ არა, ბუნებრივი იყო თუ არა, ესმოდა ის, რასაც აკეთებდა შიგნით თუ არა, ხო, თუ უბრალოდ აზრებში იყო, ხო? და ეს არ არის მარტივი, იცით, ეს რო გაიგო, შენ და შეხვდე
ძალიან მძიმე ტკივილს საკუთარ თავში, ძალიან ბევრ რაღაც უნდა აღიარო, ძალიან ბევრ რაღაცაში უნდა გამოტყდე საკუთარ თავში და ეს ტკივილი არის, ანუ მაგიტომაც უჭირთ ხოლმე აი ამ ნამდვილ ტკივილთან შეხვედრა და ესე მსგავსება რა ასიცით, აი მე რო ამბობენ ხოლმე შარლატანობას ეძახიან, ახლა ვერ ფსიქოლოგზე უთქვამთ, რომ აი შარლატანობა იყო, მივედი, ვილაპარაკე და არაფერი არ მოხდა. იმიტომ რომ მოდიან, იმიტომ რომ ესე ისწავლეს, პროფესია გახდა, დასაქმდნენ, მაგრამ არ აწარმოებენ ენერგიას, ხო, შეგინთ არ მოდის ეს ენერგია. ახლა მარტო ფსიქოლოგებზე არ ვამბობ, ყველა ექიმი იქნება ეს თუ ვინც არ არის ნამდვილი სფეროში, იქ ყოველთვის პრობლემები არის. ვინც ნამდვილია და უყვარს თავის საქმე, ენერგია არის, ფოკუსირება არის, კონცენტრირება არის და ის ქმნის ამ ადამიანს თავის სფეროში რაღაცის შემცვლელს, ხო, მოდით მარტივად რო ვთქვათ, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემი მიზანიც ეს არის ხოლმე, რომ რასაც ვაკეთებთ, იქ ნამდვილები ვიყოთ. შეიძლება რაღაცებში ვცდებოდეთ, რაღაცები არ გამოგვდიოდეს, მაგრამ ნამდვილები ვიყოთ. და ნამდვილები ვიყოთ საკუთარ თავთანაც. სხვათა შორის, აი რომ მოდიან ხოლმე ხშირად და არის რაღაც ისეთი შინაგანი პრობლემა ხო საკუთარ თავში. არის რამოდენიმე კომბინაცია, პირველი სახლი, ვერძის ენერგია, მაგალითად, როდესაც მოდის აი საკუთარ თავში დაუწუნებლობა, საკუთარ თავთან არასიმყარე და ნუ არა ვიწყებთ, მოდი დავიწყოთ. ყოველ დღე უთხარი გუწუφრელად შენ თავს ახლა რას გრძნობ. ყოველ დღე თქვი რეალურად შენ ახლა რას ფიქრობ, სხვებთანაც და საკუთარ თავთანაც. აი ეს ნენელა გუწუφრელობა საკუთარ თავთან გვაახლოვებს ჩვენ თავთან, ხო? გვამეგობრებს და ნამდვილს ხვდის და აი ეს პროფესიაშიც არის აუცილებლად ჩასადები და აი ძალიან კარგად ჩანს ხოლმე თუნდაც პირად რო კავშირებთან ვმუშაობ, ძალიან კარგად ჩანს სად არის ადამიანი ენერგეტიკულად მთლიანობაში, სად ირღვევა, სად იფანტება ენერგია, იმიტომ რომ ჩვენ პირველ რიგში ასტროლოგიურად რო თავი დავანებოთ, ეზოთერიკაში პირველ რიგში ჩვენ ენერგეტიკული სტრუქტურა ვართ, ენერგია ვართ და მე ვართ სხეული და აი სფერო რომ მაგნიტურად დავიჭიროთ, იქნება ხალხი, იქნება ეს რაღაცა, შევქნათ ამ სფეროდან რაღაცა, ის მაგნიტი რო იყოს, აქ ენერგია არის საჭირო. როცა ჩვენ არ ვართ მთლიანები და იფანტება ჩვენი ენერგია, იქ ავთენტურობა იშლება, ენერგია იშლება და შესაბამისად არ ხმარდება ის საქმეს და ვიფანტებით უბრალოდ, ხო? და რესურსები მიდის არასწორად. ძალიან საინტერესო არის ჩემთვის, აი რაღაცნაირად თანამედროვე ასტროლოგიას მინდა, აი რაღაც არის საფუძველს რო ჩაუყრე ახალ ხედვას, ასტროთერაპიას ვეძახი ხოლმე ამას, ჩემთან კონსულტაციას, აი ეს ენერგოსტრუქტურები დავინახოთ, ეს საკუთარ მეს დაშლილი ნაწილები დავინახოთ, ნელა ამის აწყობა ვისწავლოთ. და მე რო ჩანწერს ვაკეთებ, რო უსმენენ ხოლმე, ეს კიდევ უფრო თერაპიული არის მათთვის, კიდევ უფრო აღრმავებს მათში, შეიძლება ზოგის მოწერია 5 წლის მერე, ეხლა მოხდა ყველაფერს, რაც მითხარი და ეხლა მოხდა ყველაფერი, რაც თქვი. ანუ რა პროცესები უნდა გაიაროს, აი მე რო იყვრება და აი ეს ჩანაწერი დამეხმარა მაგალითად, რომ ნენელა ეს შემეკრა და ამიტომ ეს გრძელვადიანი არის ხოლმე, არ არის ერთი სეანსი და მორჩა ეს ჩანაწერი, თავის საქმეს აკეთებს სერიოზულად. მე რო უბრუნდება ადამიანი კიდე ახლებურად უყურებს, კიდე ახალ რაღაცებს ხვდება, მე მის ფსიქოპატერნებშიც რაღაცები იცვლება, შეგრძნების დონეზე ხვდება. ზოგჯერ კონსულტაციაში არ არის ესეთი ყურადღებით ადამიანი ზოგ შემთხვევაში. და მნიშვნელოვანი არის აქ შეხვედრა პერიოდულად მაინც მოახდინოს საკუთარ თავთან ემოციურ ენერგეტიკულ დონეზე ხო ადამიანი, ასე რომ ეს ჩანაწერი კიდე ცალკე პროცესი არის ხოლმე მთლიანად აი ამ თერაპიული ნაწილის. და აი ამ ჩემს სასწავლო პროგრამაშიც, რომელიც მთლიანად მე შევადგინე, აი ეს არის, რომ ეს გადავცე, ეს თერაპიული პრაქტიკა, რეალურად როგორ უნდა შევიგრძნოთ სხეულთან ის ინფორმაცია და არა გონებაში გადავამუშავოთ და ვღეჭოთ გაუთავებლად, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყოველი ჩემი ვიდეო ამას ემსახურება, რომ უფრო იგრძნოთ ინფორმაცია და არა გაიაზროთ, ხო? იმიტომ რომ
გაზრება, ეს არის მშრალი ინფორმაცია შეგრძნებებში, რეალური ცვლილებები ხდება სხეულში, მეგობრებო, გაცნობიერებაში, მონელებაში, იმ ყველაფრის სხეულმა უნდა მოინელოს ეს ინფორმაციები და აი შემდგომ ხდება ცვლილებები და აი ჩემი ვიდეოები ცდელობა ეს არის, რომ იგრძნოთ და არა გაიაზროთ ხოლმე, ხო? რაც ეს მინდოდა დღეს მომეყოლა თქვენთვის, იმედი არის საინტერესო იყო თქვენთვის ეს ახსნა. მე უფრო იმისთვის მაქვს ეს ვიდეო ჩაწერილი, რომ თუნდაც თქვენ რუკაზე რომ მუშაობთ, ეს გაითვალისწინოთ, ეს ხედვებიც გაითვალისწინოთ, ჩართოთ, უფრო პროდუქტიული იქნება, უფრო საკუთარ სხეულთან გექნებათ კონტაქტი, შინაგანთან, განცდადობაში, ამ ავთენტურობასთან კონტაქტზე უნდა მოხვიდეთ და შემდეგ იწყება რეალური ცვლილებები, ენერგია მთლიანდება, ის აღარ გაედინება აბსოლუტურად არასაჭირო რაღაც გახლეჩილ ენერგიაზე და ხდება უკვე სიმყარე, სიმშვიდეც მოდის აქ და წარმატებაც მოდის სხვადასხვა, იმიტომ რომ ენერგია აღარ იფანტება. დროებით, მეგობრებო, მადლობა რომ ისმენდით.